შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ველისციხელმა აბიტურიენტმა მარიამ ყვავიაშვილმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა აიღო. მაღალი 55 ქულიანი შედეგი აჩვენა კესო გორგიშელმაც. დანარჩენი საგნების შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა ფიქრობენ, რომ სასურველ უნივერსიტეტში მოხვდებიან. როგორც ამბობენ, ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომეს. მომავალ აბიტურიენტებს კი ურჩევენ მიზნის მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობები არ დაზოგონ და გამოცდებამდე დარჩენილი დრო ნაყოფიერად გამოიყენონ. ძალიან ყოველფილი ვარ ჩემი შედეგით, რამდენიმე საგანში გავიგე და დანარჩენ საგნებშიც კარგ ქულას ველოდები. ასევე განსაკუთრებით ყოველფილი ვარ ქართულ ენაში, რადგან მაქსიმალური ქულა ავიღე. მიხარია, რომ ჩემი შრომა დამიფასდა და წყალში არ ჩაიყარა და წარმატებით ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები. ეს ყველაფერი იმის შედეგი იყო, რომ თავიდანვე საკმაოდ დიდი შრომა მქონდა ჩადებული, სისტემატურად მეცადინეობდი და რა თქმა უნდა ეს ბოლო 2 წელი კიდევ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტრესმა არ მოქმედოს ადამიანზე და მეტად უფრო საკუთარი თავის ირწმუნოს მომავალ აბიტურიენტებს რჩევას მიცვა ამას, რომ პირველ რიგში ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების, რადგან ყველაფერი შესაძლებელია. მუდმივად იმეცადინონ და დროის მენეჯმენტს კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ესე ერთიანად გადაანაწილო ამდენი საგნის მეცადინეობა და სისტემატურად თუ იმეცადინებს და ნელ-ნელა ცოტ-ცოტას ერთიანად რო აღარ დაუმგროვდება მე სამეცადინო, მეტად ბევრ წარმატებას მიაღწევს. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, იმიტომ რომ საერთოდ არ ველოდი ამ ხელა მაღალ ქულას და ძალიან გაკვირვებული ვიყავ, იმიტომ რომ უფრო ნაკლებს ველოდი ჩემი თავისგან, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ეგ, როცა იგებ, რომ უფრო მეტი აიღე და ძალიან მაგარი შეგრძნება იყო და შოკიდან ვერ გამოვიდოდი მართლა. ამას მივიღწე იმით ალბათ, რომ მასწავლებლის შენიშვნებს ვითვალისწინებდი და რეგულარულად მეცადინეობდი და რა თქმა უნდა ჩემი ნინო მასწავლებელი ძალიან დამეხმარა ამ ყველაფერში. აბიტურიენტებს სიმრჩეველს მივცემდი, რომ შენიშვნებზე არ დაისტრესონ და ბევრი იკითხონ, იმიტომ რომ რაც უფრო ბევრი ეცადინებათ და მით უფრო დარწმუნებულები იქნებიან საკუთარ თავებში, მით უფრო ნაკლებად ინერვიულებენ და უკეთეს შედეგს